მოგესალმებით მეგობრებო. ცოტა განსხვავებული ვიდეო უნდა შემოგთავაზოთ. კარგი ადამიანის ნამუშევრები მინდა წარმოგიდგინოთ პირველ რიგში. სხვა დროსაც გვიხსენებია ვიდეოებში და ალბათ გაქვს წარმოდგენა უკვე, მაგრამ ისიც არა, ახლა გავაცნოთ მოდი ოქსიდაიზერ custom-ის მიერ მოდიფიცირებული ნივთები. ნივთები, იმიტომ რომ არ არის მხოლოდ დანები, არის ყოველდღიური დამატებითი ნივთები, ესე ვთქვათ. ჯიბის აქსესუარები, ხელის და ამოდროულად ინსტრუმენტები და ძალიან გამოსადეგი და პრაქტიკულები რა მოკლედ. დანარჩენი დეტალებზე უკვე რო გადავალთ, თავად მიხვდებით რისთვის არის საჭირო. ვისაც ზოგადად გვიყვარს ეს სფერო, გვიყვარს დანები, მასთან დაახლოებული აქსესუარების გვიყვარს რა და ამიტომ ვფიქრობ, ყველასთვის მოსაწონია. ხო, პირველ რიგში, პირველი უპრეცედენტო შემთხვევა საქართველოში მსგავსი რაღაცა არავინ არ აკეთებს სამწუხაროდ ტიტანის ანოდირებას. ყოველ შემთხვევაში ამ ხარისხით არ შემოხვედი რომ ყოფილიყო აუცილებლად გავიგებდი და ძალიან მომწონს და მინდა რომ ეს ჩემი მოწონება და შთაბეჭდილებები გაგიზიაროთ და უკვე ფაქტებით გავამყაროთ, გაჩვენოთ უკვე დაგვიგროვდა მაღაზიაში რა ამ ბრენდის მიერ და ანოდირებული ნივთები. ხო და გადავწყვიტეთ რომ ჩაგვეწერა ამაზეც მცირედი ვიდეო, მცირედი იქნება თუ დიდი, ნახოთ. ასეც მოიტანს, გავიგზავნოთ, მოკლედ გაჩვენებთ ნივთებს, გავიაროთ და ნახოთ რამდენი წუთიანიც გამოვიდეო გამოვა. მოდი, პირველი ნივთი თუ შეიძლება გიო მოახლოვე ცოტათი, ვაჩვენოთ აი ეს სპაიდერკო. ნახეთ აი ტიპია. სპაიდერკო მაკბი ჩვენ მქონია მაღაზიაში, მაგრამ ესეთი ტექსტურირებული ტიტანით იშვიათად ერთხელ თუ ორჯერ ქონდა და ეხლა უკვე ოქსიდაიზერ custom-ის მიერ მოდერნიზებული, რა თქმა უნდა, არასდროს არ ქონია და მათგან ყოველასგან გამორჩეულია ეს ნივთი. ნახე რა ლამაზად არის გაკეთებული, გარედან ოქროსფერი ამდირება, შიგნით რაღაცა სამხედრო მწვანე ფერში შეფერილი, მის მიერვე გაკეთებული ესეთი სამშვენისი და მასალებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ტალი ტიტანია, ფოლადის ETS-XHP, მცირე ზომის ძალიან საყვარელი, მაღალი კლასის დანა, ერთი შეხედვითვე ეთყობა. ეს თითოეულ დეტალზე ეს ყველაფერი ძალიან კარგად აისახება. პირისა ესეთი სარკე დამუშავები, ძალიან კარგი ნალესით. და XHP მაგარი ფოლადია, როგორც მოგეხსენებათ. ეს ერთი ნივთი, შემდეგ მოდი ჯერ დანები გავიაროთ, მაინც დანების გარშემო ვიტრიალოთ პირველ რიგში და შემდეგ ნივთებსაც გაგაცნოთ. ეს არის ტაგდაილის ბექსარი მეგობრებო, slip joint-ია ეს დანა ჩამკეტის გარეშე. აი ესეთი ძალიან კარგი, ხარისხი ეგრევე იგრძნობა, თხელი, მსუბუქი და ეხლა უკვე რის გარშემოც რაზეც გვაქვს საუბარი ჩვენ ტიტანის ამდვირებაზე, ამაზე გავაკეთოთ აქცენტი, როგორ გადადის ტონს, როგორ იცვლის ტიტანი დააკვირდით, აქეთ რაღაცა მუქი მელისფერი, შემდეგ ღიავდება და ოქროსფერში გადადის და ვფიქრობ ძალიან დახოცილად და გემოვნებით. გარდა იმისა, რომ ეს ადამიანი აკეთებს ამ ყველაფერს ძალიან მაღალი ხარისხით, თავისი გემოვნებით აკეთებს, რა თქმა უნდა, ის შეკვეთებს ამ ეტაპზე არ იმაშობა და თავისი შეხედულებით ეს კვირლა ნივთი მისი არის და ჩვენს მაღაზიაში უბრალოდ იყიდება და თავისი შეხედულებით და ყველაფერი გაკეთებული და მეგონი დამეთანხმებით რომ გემოვნებასთან პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს. ნუ აქ ფოლადი გქონდა, მაგრაკათი მგონი გამოვჭა ამ დასაუბარში. გადავედით კანსეტ ნაივსის მინი კორვიძე, ეს როგორ არის გადაწყვეტილი. ერთი ფერის ამდირება და ესეთი ლამაზი ხაზებით გაფორმებული. ფოლადი ამ შემთხვევაში გვაქვს S35 ვიენი ფხმილოვანი და არის კი რა თქმა უნდა ტიტანი ესე ძალიან ლამაზი ანოდირებით. ესეთი პატარა დასაკეცი რაღაც ცულის ფორმის პირით. მე ვფიქრობ ეს ძალიან საინტერესო და მაგარი ნივთია. პატარა ზომის მიუხედავად ძალიან ძვირფასი და კარგი ნივთია. ესეც როგორც მისი წინამორბედები სპაიდერკო და ტაგდაილი. ეს კი მაიკროტეკი მეგობრებო, სოკო მინი ბრავო. როგორც ვიცი სტანდარტულად გამოდის კარბონი და ეს ტიტანი არის ქართულ ფერზე ტიტანის როგორც არის ხოლმე დაახლოებით პირის ფერზე და ამ ბრენდმა გაუკეთა ესეთი მაგარი ანოდირება, ესეთი მუქი და 2 ტონშია გაწყობილი მოკლედ თავადაც ხედავთ. ბევრი ახსნა არ ჭირდება, მაგრამ ვფიქრობ ძალიან გემოვნებით და დახვეწილად არის ეს ყველაფერი. ბექსპეისერი, საკიდი, აი ეს თავარვინთა გარშემო, ერთ ფერშია დანარჩენი უკვე. მე ვფიქრობ ძალიან გემოვნებითა ესეც. რაღაცა მინუსოკომი კარგი დანაა. კარგი ზომა არ არის არც დიდი, არც პატარა, საშუალო ზომის, ხელში კარგად ის ტაქტიკური დანა, რომელიც უკვე განსხვავებული და გამორჩეულია თავისი აი ამ დამუშავებიდან გამომდინარე. ეს რაც შეეხებოდა ჩვენს დანებს, მეგობრებო, ეხლა ნელა-ნელა გადავიდეთ. აქ არის საკმაოდ ძვირფასი ნივთებიც არის ამ აქსესუარებში, აი მაგალითად ჩავესის ორ ტაქტიკულ პასტას ხედავთ და ცოტა უფრო ბიუჯეტური, აი კარაბინები გავიაროთ, მოდი ჯერ გია თუ შეიძლება. აი ნახე ესეთი მაგარი ტიტანის ნივთებია. მექანიზმი როგორ აქვს, ამის ამბარა და ის კი არის, თვითონ ტიტანისგან არის გაკეთებული ეს ფორმა და
თავის სულ მწყობში იქნება ეს არასდროს არ გამომწყობი და სულ იმუშავებს. ძალიან კარგი აქსესუარია. ფასებს რაც შეეხება ჩვენ საიტზე, ჩვენს ვებგვერდზე www.blade.ში ნახავთ, რომ სულაც არ არის ძვირი ესეთი მაგარი ნივთებისთვის. ეს კარაბინები, აგერ საყვირები ეგრეთ წოდებული სვიშტოკები არის სხვადასხვა დიზაინის. ძალიან ლამაზები ესენიც. მსუბუქი ტიტანი როგორც მოგეხსენება ძალიან მსუბუქი ნივთია და ამიტომ თვითონ ესენიც არ არის შემაწუხებელი ონგედოს ჯიბეში. აი ნახეთ ესეთი ფრაიბარია თუსანის ბრენდის. ნახე რა მაგარია ფერებს დააკვირდით უბრალოდ არ ვიცი მედია კარგად აღიქვება ეს ყველაფერი ვიდეოში. როგორ გადადის ტონები როგორ იცვლება. არ ვიცი მე ამის ტექნოლოგია როგორ ხდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ დიდ შრომასთან და ამასთან არის დამოკიდებული ეს მარტივად დარწმუნებული ვარ ამას ვერავინ ვერ მიიღებს და ძალიან მიხარია რომ გვაქვს ურთიერთობა ამ ბრენდთან რა. აი ესეთი მაგარი ნივთი, შემდეგ მოდი ფრაიბარებით გავაგზავნოთ ისევ. აი ნახეთ ეს ორი დიზაინი ერთია, ფორმა, მაგრამ ნახატები და გაფორმება სხვადასხვა. თავისი გემოვნებით ეს ადამიანი რაღაცა ინფექციონები. ძალიან კარგია, იმდენი დეტალია, რა სარწმუნოებული ვარ ყველაფერს რაღაცა თავისი ახსნა და მიზანი აქვს. ამის გარკვევა შეგვიძლია მე თუ დაინტერესდებით უფრო დეტალურად მოგაწვით. ეხლა მე არ ვიცი ეს ზებირად, ეს რაღაცა იეროგლიფს გავს ხევსურს მე მგონი და ალბათ რაღაცა იდეა ძდევს ამაში, მაგასაც მოვიკითხავ აუცილებლად ეხლა შევამჩნიე და ძალიან მომეწონა. აი ესეთი ფრაიბარი თავისი საკიდით. აუ მეც ჩემი ისიც უნდა გაგიზიაროთ ესეთი მაქვს მე ამ ადამიანმა დაბადების დღეზე მაჩუქა და გიერთი შეიძლება აი ნახე თავის სამშვენისით ნახე რა ლამაზია სულთან მოქვს სულ ჯიბეში მოქვს სულ ვატარებ თუ რაღაცაში გამომადგა კიდეც რაღაც ამანათის გასახსნელად ისე გასახსნელად რა ვიცი ერთ სიტყვით ძალიან რაღაცა გაყვარებს თავს მოკნეთ ხებში სათამაშოდ როგორც სპინერი ელემენტარო ნუ კარგი რამეა და რეკომენდაცია ჩემგან აი ხლა შედარებით ცოტა უფრო ძვირფას ესეთ ფრაიბარებზე გადავიდეთ ჩავესის ტაქტიკური კალამი აქაც ნახე როგორი ფერებია გარედან ხომ არის ეს რაღაც ლურჯო მოიასვანის რაღაც ელექტრიკი ფერებია და ოქროს ფერებით გაწყობილი შიგნით აი ეს საკიდი რა ვიცი საერთო ჯამში ძალიან ლამაზი რამე გამოვიდა მე მგონი გამოვიდა კი არა შექმნა ადამიანმა და გააკეთა და ისიც მეორე სადა უფრო სოლიდური მაგრამ ამ დროს ნამუშევარიც რომ ეტყობა ესეთი ამბავია ჩვენს მაღაზიაში მეგობრებო. ამჯერად ეს ნივთები გვაქვს ოქსიდაიზერ კასტამისგან შემოთავაზებული, ხო ეს მისი სტიკერები არ გამომჩნევს, მოდი ამებსაც გაჩვენებთ. და რაღაცა ისეთ კრეატიულად მოფიქრებულია ეს ყველაფერი. ყველანისთან მითითებულია თარიღი, როდის დამზადდა და ესეც რაღაცა ერთგვარი ისტორიაა რა, როცა სახში გაქვს. მის მიერ დანოდირებული ნივთი, რაღაცა თავის ისტორიას შეიცავს, როდის დამზადდა, რაც დრო გადის, უკვე შეგიძლია აღარ გახსოვს შეიძლება. მოგესალმებით რომ ძალიან ჩქარა გადის ბოლო დროს და ერთ სიტყვით ესეთი ამბავია, ხო? ამ ყველაფერთან ერთად მეგობრებო, არ გამომჩეს რომ გითხრათ 25 ოქტომბერს, ეხლა უკვე დაახლოებით ერთ კვირაში არის დანების გამოფენა, Blade Show თბილისი 25 ტარდება, დანების კოლექციონერთა და მწარმოებელთა ასოციაცია მართავს ამ შოუს და ჩვენი მაღაზიაც იღებს მონაწილეობას, ჩვენს გარდა იქნება ძალიან ბევრი თითქმის ყველა ქართველი ოსტატი და მოწვეული სტუმრები დანის დამამზადებლები და ერთ სიტყვით ძალიან მაღალ დონეზე როგორც ყოველთვის ეწყობა ეს შოუ ბილთმორში 25 ოქტომბერს. რა ვიცი, გელოდებით ყველას რა. შევხვდებით პირადად. ეს ნივთები იქაც იქნება რა თქმა უნდა წარმოდგენილი გარდა სხვა ჩვენი დანებისა. ვისაუბროთ ამ თემის გარშემო ძალიან პოზიტიური დღე გამოდის ხოლმე ყოველთვის რა და დარწმუნებული ვარ ეხლაც არანაკლები და დიდი მოლოდინები გვაქვს. ხო, შევხვდებით, ხო, კიდევ სიახლეებიც გვაქვს დანების და მაგის ვიდეოს ძალიან მალე 2-3 დღეში შემოგთავაზებთ კიდევ რაღაც რამდენი დღის ამბავია მოკლედ და მაგას ცალკე ჩავწერთ და შემოგთავაზებთ. მადლობა გვადევნეთ თვალყური გამოიწერეთ ჩვენი TikTok-ი, YouTube-ი და სიახლეებით ჩვენზე იყოს. დროებით დაგემშვიდობებით.